მოგესალმებით. მედია კავშირი ობიექტივი პირდაპირ ეთერში განაგრძობს მაუწყებლობას გადაცემით ახალგაზრდული სული. დღევანდელი გადაცემის წამყვანები უცვლელად მე მარიამ კაპანაძე და ჩემი თანაწამყვანი ესმა გუმბერიძე გახლავართ. ესმა ისევ სკაიპის საშუალებით ჩაგვერთვება. დღევანდელ გადაცემის თემასთან დაკავშირებით ჩვენს მაყურებელს გავაცნობთ ჩვენს ტელეფონის ნომერს და სკაიპის მისამართს. ტელეფონის ნომერია 238805, ხოლო სკაიპის მისამართია ობიექტივი 2 ლათინური ასოებით. დაგვირეკეთ და აუცილებლად გამოთქვით თქვენი მოსაზრება. დაგვისეთ შევკითხებთ და ჩვენ შეძლებს და გვარად ჩვენ სტუმრებთან ერთად აუცილებლად გიპასუხებთ. ეს მახაზზე ხარ? დიდ ბოდიშს გიხდით თუ შეიძლება იქნება აუწიოთ ეს მასხმას. სამწუხაროდ რაღაც ხარვეზია, იქნებ გადავრეკოთ და ხელახლა ჩაერთოს ჩვენთან ესმა. მაყურებელს კი ჩვენს თემასთან დაკავშირებით გავაცნობთ ჩვენს თემას. დღეს ვისაუბრებთ უსინათლოთა სტუდენტურ პერიოდზე, როგორ ხდებოდა სწავლება ძველ დროს და ახლანდელ დროს, რა თქმა უნდა. და დღევანდელ გადაცემაში სტუმრები გვეყოლება ქალბატონი ლეილა ბირკაძე, თბილისის უსინათლო ბავშვთა სკოლა ინტერნატის ინგლისური ენის პედაგოგი და ტიფლოპედაგოგი. მოგესალმებით ქალბატონი ლეილა და დათო ბიბილეიშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი და ბატონი ზაზა ადანაია. რაღაც ბატონ ზაზას ეთერშიც ვუხდით დიდ ბოდიშს, რაღაცა ხარვეზის გამო მისი გვარი არასწორად ფიქსირდებოდა ხოლმე. ბატონი ზაზა წინა გადაცემაშიც ყავდა ჩვენ სტუმრად და მაყურებლისთვის ალბათ უკვე ცნობილია. ბატონი ზაზა ადანაია გახლავთ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერების ფაკულტეტის მაგისტრანტი. ამჟამად მუშაობს თემაზე უსინათლოების პროფესიული განათლების პრობლემები. მოგესალმებით თითოეულ თქვენგანს. და მოდით დავიწყოთ პირველი შეკითხვით ქალბატონ ლეილასთან. ქალბატონ ლეილა, თქვენი სწავლის პერიოდის შესახებ გითხარით, რომელ უნივერსიტეტში სწავლობდით, რა პერიოდში და როგორ მიმდინარეობდა იმ პერიოდში თქვენი სწავლება? მადლობა მოგახსენოთ მოწვევისათვის. ასევე მივესალმო ყველა ტელემაყურებელს და რადიო მსმენელს. რა თქმა უნდა, ჩვენი სტუდენტობა არ იყო მთლათი ავარდით მოფენილი, იმიტომ რომ ქონდა ხოლმე საკმაოდ ბევრი ბარიერი გადასალახავი. მაგრამ ვამაყობ იმით, რომ ჩვენ სკოლას როცა ვამთავრებდით, ჩვენი სკოლა ამჟამად 202 საჯარო სკოლა პანსიონი, ადრინდელი სკოლა ინტერნატი, გვამზადებდა იმისთვის, რომ თავისუფლად, როგორც ყველა სრულფასოვანი ადამიანი იყო, თავისუფლად გავსულიყავით გამოცდებზე. ჩვენ დროს არანაირი ყველა ღებულობდა მონაწილეობას კონკურსში. მაშინ მით უმეტეს საკმაოდ დიდი კონკურსი იყო სამედიცინოზე და უცხოურ ენებზე. იცით, 15 კაცი მოდიოდა ერთ ადგილზე. მაგრამ საბედნიეროდ და ჩემი პედაგოგების სადიდებლად და საამაყოდ ჩვენ ვაბარებდით გამოცდებს და პირველივე წელს ჩემზე ადრე 21-მა მოსწავლემ დაამთავრა და აქედან 7 ფრიადოსანი იყო, თუმცა აი ბოლო დიახ 21-მა დაამთავრა, 7 იყო ფრიადოსანი, თუმცა რატომღაც იმისთვის რომ ოქროს მედალი არ მიეცათ უსინათლოსთვის, აი ესეც შეზღუდული იყო. ქართულ წერაში ყველას დაუწერეს 3 სკოლაში, თუმცა უმაღლეს სასწავლებელში ყველამ ფრიადი მიიღო. დაახლოებით რა პერიოდში სწავლობდით თქვენ და რა პრობლემებს აწყდებოდით იმ პერიოდისთვის? ასევე, ესე იგი 1959 წელს დავამთავრე და იმავე წელს მინდოდა ჩაბარება აუცილებლად პედაგოგიური ინსტიტუტში. ეს იყო ილია ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი უცხოურ ენათა და პედაგოგობა მინდოდა ბავშვობიდან. და სხვათა შორის ჩემმა წინამორბედებმა მითხრეს, რომლებიც უნივერსიტეტში სწავლობდნენ, რომ უცხოურ, ესე იგი სპეციალობაში 22 საათი იყო ინსტიტუტში და 8 საათი იყო უნივერსიტეტში. ამიტომ მე ვამჯობინე, რომ ჩამებარებინა პედაგოგიური ინსტიტუტში. გამოცდების წინ საბუთები სარღებულობდნენ, იმიტომ რომ ჩვენთან უსინათლოს არ უსწავლია, გაგიჭირდებათ, გამოცდილება არ აგვაქვს და ასე შემდეგ. მაშინ ბატონი გიორგი ჯიბლაძე ბრძანდებოდა უმაღლესი სასწავლებლების კომიტეტის თავმჯდომარე და
მისი დასტური სანამ არ მიიღეს, მანამდე ჩემი საბუთები არ მიიღეს. თუმცა საბუთების მიღების შემდეგ საკმაოდ თბილად და საკმაოდ გისმენთ ხოლმე. დიახ, საკმაოდ თბილად და დიდი სიყვარულით მიიღეს ინსტიტუტში, როცა ნახეს, რომ ჩვეულებრივ შემეძლო ისევე სწავლა, როგორც ყველა ხედველ სტუდენტს. დამოკიდებულება როგორი იყო მათი, ანუ როგორ აღიქვავდნენ უსინათლო ადამიანებს, უსინათლო სტუდენტებს იმ პერიოდისთვის მას. ანუ ჩვენს უნივერსიტეტში მე და ჩემთან რამდენიმე ადამიანმა ჩავაბარეთ და შემთხვევა გქონდა ასეთი, მოვიყვან, ძალიან ცუდი მაგალითია, მაგრამ მოვიყვან. ერთ-ერთმა ლექტორმა ესე განაცხადა, რომ რა შეგჭამეს ამ უსინათლოებმა. ესე მოგვიხსენიეს ყოველ წელს ახალ-ახალი მიდიოდა ხოლმე და ესე მოგვიხსენიეს და იცით, მე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ყავდა ისეთი ლექტორი, რომელსაც მართლა გულთან მიქონდა ჩვენი ეს ფიზიკური ნაკლი, მაგრამ ყავდა ისეთიც სამწუხაროდ, რომელმაც მითხრა, აი ყველა რისთვის აკავებ აქ ადგილს, შენს ადგილზე სხვა ისწავლიდაო. თუმცა შემდეგ თვითონ სტუდენტებმა ძალიან ისეთი სტუდენტებმა ძალიან უარყოფითი რეაქცია მიიღეს მის მიმართ და იცით ორჯერ გამიყვანა გამოცდაზე. წარჩინებული სტუდენტი ვიყავი, მაპატიეთ არ ვიკვეხი, მაგრამ და სწორედ მეხუთე კურსზე მქონდა გამოცდა ლექსიკოლოგიაში და ჩავაბარე გამოცდა და გამოვედი. მე ვფიქრე ალბათ 5 დამიწერა, თუ გამოვედი თუ არა, ჩემმა მეგობარმა გამომართვა სტუდბილეთი და ის უკაცრავად მატრიკული, უწყისი. და ანიშნებს ერთმანეთს რაღაცას ჩურჩულებენ. რას ჩურჩულებთ, მე ვთხარი, რა იყოთ და არაფერი მითხრეს და წავიდნენ დეკანთან, მაშინ ბატონი შალვა ხახაშვილი ბრძანდებოდა დეკანი და უთხრეს, რომ აი ეს სტუდენტს, რომელსაც საერთოდ 1-4-იც არ მიუღია, დაუწერა 3. რატომ ქონდა ამოვიდა, ამოგზავნდა ბატონი შალვა და შევიდა, რა თქმა უნდა და მე ამ დროს არც ვიცი, იქ გავარდა ველოდების ხვებს და უთხრა, რომ რატომ ეს ჩვენი ფაკულტეტის საუკეთესო სტუდენტი, იმიტომ რომ მონაწილეობას ვღებულობდი აბსოლუტურად ყველა სემინარში. იცით რატომ? აი ზოგჯერ შეიძლება კიდეც დამზარებოდა სწავლა, მაგრამ იმიტომ რომ არ ეთქვათ, რომ აი უსინათლოა და უჭირს, აი სწორედ ამიტომ ვცდილობდი, რომ ყოველთვის ყოფილიყავი, მონაწილეობა მიმეღო ყველა ღონისძიებაში. და უთხრა, იცით რომ აი ვერ მიპასუხაო. მე რატომ არ კითხეთო? უთხრა, გეკითხათ, იქნებ ვერ წაიკითხაო, მანო ესო, იმიტომ რომ ჩვენ დროს არ იყო ეს კომპიუტერი კი არა, ეს უბრალო პორტატული მაგნიტოფონიც არ იყო. დიახ. მაგრამ მეორედ ჩავაბარე გამოცდა და იცით როგორ პირველი საკითხიდან 90 საკითხი იყო სულ პირველი საკითხიდან 90 საკითხის 3 საათის განმავლობაში ვლაპარაკობდი სულ და დამიწერა ხუთიან. ლელა, მეც რა მაინტერესებს ეს სამწუხაროდ ისე პრობლემებია რაღაც ხმასთან დაკავშირებული და ვერ სამწუხაროდ არ ისმის შენი ხმა და ამიტომ რაღაც იქნებ მოვაგვაროთ სიტუაცია, იქნებ მოხდეს ამის საშუალება. ლეილა, მეც რა მაინტერესებს, ანუ თქვენ სწავლებას დღევანდელ დროსაც კი წიგნებთან კავშირი ჩვენთვის ძალიან რთულია, რაღაცა სპეციალური წიგნები უნივერსიტეტში რაც საჭიროა, იმასთან წვდომა არ გვაქვს სამწუხაროდ. აი ამ პერიოდში რა ხდებოდა, როგორ ახერხებდით დაწევას იმ კალაპოჩი ჩაჯდომას განათლების კურსში? წერდი ბრაილით. ოღონდ იმისთვის რომ ძალიან არ ეკაკუნა ჩვენს ბრაილის პანკარტს, ხშირად მუხლებზე მედო ხოლმე და ისე ჩუმად ვწერდი, რომ სხვა არ შემეწუხებინა. და გარდა ამისა, მე ვცხოვრობდი სტუდენტთა ქალაქში. იცით რატომ? იმიტომ რომ მეგობრები მყავდა იქ და ერთმა მთხოვა, ოღონდაც გადმოდი მე მეზარება მარტო მეცადინეობა და ერთად რომ დავჯდები და ვიმეცადინებდო მართლაც. პირველ კურსზე კი ნაღამ გარიცხეს ის ბიჭი, იმიტომ რომ არ სწავლობდა და მე ერთად რომ მეცადინეობდით ფრიადოსებზე გადიოდა ხოლმე, ფრიადოსნის სტიპენდია ჰქონდა. ეს სტუდენტთა ქალაქში, იცით, აი დუღდა მართლა სტუდენტური ცხოვრება. მართალია, სახელმწიფოები არ ჰქონდა, მაგრამ მე ჩემი სკოლის სასახელოდ მინდა ვთქვა, მეორე კურსზე, როდესაც საზღვარგარეთის ლიტერატურის ისტორიაში 22 წიგნი დაგვისახელეს ლიტერატურა, აქედან მე 18 წიგნი უკვე სკოლაში მქონდა წაკითხული. ჩვენ აღზრდელები გვიკითხავდნენ ხოლმე, წარმოიდგინეთ თქვენ ეს ჩემთვის რამხელა მიღწევა იყო. გარდა ამისა, მეგობრები მყავდა ძალიან საყვარელი მეგობრები, რომლებიც
რომლებთან ერთადაც მეცად მიობთ ხოლმე. თუმცა ზოგჯერ ჩემი კონსპექტი იმათ ჩანაწერზე უკეთესი იყო. იქ თანდათან ვაკონსპექტებდი და ისევ წერდი ლექციებს. ახლანდელ სტუდენტებს ვერ შევედრები ნამდვილად, მათ ისეთი ტექნიკური საშუალებები აქვთ. თუმცა კი რაღაც პრობლემა ზარია ბოდიშხიხლით პირდაპირ ეთერში გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო? დიახ, გისმენთ პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ახალგაზრდებო. მოგესალმებით. შემთხვევით არ მithქვავს ლეილა მასწავლებლის თამადობით ყველანი ხართ მან ახალგაზრდები. ჩვენი ლეილა მასწავლებელი არის მარადმწვანე უბერებელი მასწავლებელი, რომელიც დღემდე მასწავლის. ის მისი მოსწავლეები უკვე ხანში შევედით სხვადასხვა დაავადებებმა შემოგვიტიეს, ზოგი ღმერთმა აცხონოს იმ ქვეყნადაც წავიდა, მაგრამ ჩვენი ლეილა მასწავლებელი ფესვებ მაგარი მუხაა და გაადაშრიალებს და მარადმწვანეა ამიტომ. ახლა თქვენ ზარისთვის ლეილა მასწავლეთ რა მინდა გკითხოთ კიდევ ერთ შეკითხვას დაგისვენთ შეიძლება. ანუ ჩემს პერიოდში მე რო ჩავაბარე უნივერსიტეტში, შეხება არ ქონდათ იმ სტუდენტებს ის უსინათლოებთან და რა თქმა უნდა, გაკვირვების მომენტი უჩნდებოდათ. აი როგორ ანაირად დღესაც კი ეს პერიოდი დგას და ალბათ დათუნას დამეთანხმება რაღაცებში შემდეგ შეკითხვებში რო გადავალთ მასთან და ანუ იმ პერიოდში როგორი იყო აღქმა სტუდენტების მხრიდან? თუ ძალიან არ გამიგრძელდება საუბარი, მე შემიძლია რამდენიმე კურიოზი შემოგთავაზოთ. ესე იგი, გამოცდების დროს ჩემმა წინამორბედებმა გამაფრთხილეს, რომ იცოდეო, რომ დაფაზე დაიწერება თემებიო და ჩემს გვერდზე გოგო ნაიჯდა. ჩემი მომავალი მეგობარი ქეთინო მაღალაშვილი იყო, მე გავიგე რომ ის ქეთინო იყო და ვთხოვე თუ არ შეგაწუხებ, მე ვთხარი, აი დაფაზე რომ დაწერენ წამიკითხე რა თემები თქო. გეხმარებოდნენ. ჯერ გაუცდა რა თქმა უნდა და თემა როგორც კი თქვენს ქართულში ეს იყო 60-იანელთა ესთეტიკური შეხედულებები, კარგად მახსოვს და რა თქმა უნდა მაშინ დავიწყე კაკონი, მე კი ვფრთხილობდი, მაგრამ პირველად არ მეგონა თუ მასე შევაწუხებდი და იცით საერთოდ დიდი აუდიტორია იყო დერეფანშიც იყო ესე იგი ეს 80 კაცი ერთიანად წამოხდა და სულ ყველა მიყურებს მე სტუდენტები აბიტურიენტებიან ლექტორებიანად და ერთხელ კიდევ ჩემი ჩანთა დავდე იქ მაგიდაზე სადაც გარდერობში პალტო უნდა გამეხადა და სხვამაც დადო თავისი ჩანთა და ეთყობა იგივე ანალოგიური ჩანთა იყო ვის ეთყობა შეეშალა დაავლო ჩემ ჩანთას ხედი და წაიღო ეხლა ავიღე ეს ჩანთა და ვიცი რომ სულუქია იმასაც ჩვენ მეტალის დაფა და იმ ხელარვეულები გვეწყოში რა ვქნა რას ვიფიქრე წავიღებ ამ ჩანთას იმიტომ რომ იქ ჩაიხედავს ნახავს რომ თავისი ჩანთა არ არის და მე ვერ მოვძებნიდი იმას თვითონ მომძებნის თქო და შევედი ლექციაზე სტეფანე ჩხენკელი ყავდა ბატონი სტეფანე ქართულში და მელოდება ეხლა რომ ამოვიღო მეც და დავწერო რატომ არ წერ შენო მითხრა და მე ვთხარი ჩემი ჩანთას ხამ წაიღო მეთქი და ორი სტუდენტი გაგზავნა წადით ახლავე და მოძებნეთ მისი ჩანთაო და ყველაზე საინტერესო იცით რა იყო სააქტო დარბაზში ქონიათ ლექცია თურმე სემინარი უბრალოდ და იქ არის ერთი 80 კაცი 100 გაერთიანებული მთელი კურსია ინგლისური, ფრანგული და გერმანული რაღაც სპეცსაგანი აქვს და ამან რომ მოიღო ეს მეტალის დაფა და იმან იფიქრა რაღაცის ჩვენი ბრაილის ბანკარი ამან იფიქრა ეს რაღაც სასწაულიაო და ნეტა გენახათ ლექტორი და სტუდენტი ყველა იმაზე იყო შემოსეული და ამით იპოვეს ასე ვთქვათ ჩემი ჩანთა და რო ჩამომიტანეს გამაფრთხილეს კიდაც ეხლა აქ იმდენი ვიღაცა მოვაო და ვთხოვე გეხვეწებით დამალეთ სხვა აუდიტორიაში სადმე რომ მაპატიეთ შეიძლება გამიგრძელდა საუბარი მაგრამ მოდით ამჟამად გადავიდეთ ჩვენს ახლანდელ სტუდენტზე, დათუნა ბიბილეიშვილზე. მოდი დათუნა გითხარი შენი სწავლის ეტაპზე. ეხლა მესამე კურსის სტუდენტი ხარ. შენ აი რა პრობლემებს აწყდება შენთან აი შენ რა პრობლემები გაწუხებს? რა გჭირდება იმისთვის რომ უკეთესად მიიღო განათლება? ამ ყველაფერზე ვილაპარაკოთ თუ შეიძლება. თან ჩაბარებასთან დაკავშირებით თავიდან დავიწყოთ. ცხრა მოხდეს. ხაზი გაუსვათ იმას, აი გამოცდებს როგორ აბარებ, ხო, წასაკითხი მასალა როგორ ხდება წაკითხვა და ასე შემდეგ ამაზეც რო გითხრა. კონკრეტულად რო ვისაუბროთ. ძირითადად, ანუ მე მოკლედ
შევეხები თუ რა პრობლემების არა წდები და როგორ ვაბარებ ამას ანუ ჩემ სასწავლო მიმდინარეობს პროცესი პირველ რიგში თავდაპირველი როდესაც ჩავაბარე ყველა გაოცებული იყო და ანუ ვერ წარმოედგინათ რა მაგრამ რო აუხსენი და კომუნიკაცია რო დამყარდა ჩვენ შორის ჩემსა და უნივერსიტეტის დეკანატს შორის შემდეგ გაითვალისწინეს სხვადასხვა რაღაცები მათ შორის რა პრობლემები იყო კონკრეტულად? გეტყვით, იმიტომ რომ წიგნების პრობლემები, იურიდიული წიგნები დამეთანხმება ის მათ რომ ძალიან ცოტა ელექტრონული ფორმატის PDF ან Word ფაილების და ბრაილით არ არსებობს. ბრაილით ალბათ რაც უნივერსიტეტი დავამთავრე ძალიან იშვიათად მქონდა. მაქვს შეხება. ძირითადად ან უნივერსიტეტში დაბეჭდილი წიგნებს მაწვდიან თვითონ სტამბიდან ან თვითონ ლექტორები რომლებიც წიგნის ავტორები არიან ისინი მაწვდიან ელექტრონულ ფორმატს ან ბორდის ვერსიას ხო რო სწორად რომ ვთქვა ხო კომპიუტერზე რომ მოусმინო ისეთ კი ანუ ელექტრონული ხუმანი პროგრამის მეშვეობით გამოცდებს როგორ აბარებ გამოცდებს ზოგს კომპიუტერით ვაბარებ წერით და ზოგს ლექტორი მიბარებს და ზეპირად ვაბარებ ზოგ გამოცდას გააჩნია გამოცდას. თვითონ გამოცდების ანუ თავიდან რო აბარებდი, აი რაღაცა ტექნოლოგიები შეიცვალა. ეხლა როგორ ხდება თვითონ ჩაბარება უნივერსიტეტში ჩაბარება როგორ ხდება ამ? ეს ეროვნულ გამოცდებზე ჩვეულებრივ ბრაილის შრიფტით ან თუ გინდა კომპიუტერით მოითხოვდა ჩვეულებრივ არ არის ეგ ადაპტირებულია მაქსიმალურად ანუ უკვე მოწესრიგებულია ჩემს პერიოდში არ იყო. და აბიტურიენტებს ორმაგი დრო ეძლევათ ხო ასევე და აი სტუდენტებს შენთან თქვა შენ საქართველოს უნივერსიტეტში გეძლევა თუ არა თქვა დამატებითი დრო როცა გამოცდას აბარებ. ეგ ბუნებრივია უთხარი რომ მე მეკუთვნის გაორმაგებული დრო და კი არ მაგაზე არ არის პროდან დროსთან დაკავშირებით არ მქონია ჯერჯერობით. აი თვითონ წიგნების წაკითხვას როგორ ახერხებ? ვინმე გეხმარება? თუ ელექტრონულად ვკითხულობ, ანუ კომპიუტერის მეშვეობით, ან კიდევ როდესაც უკიდურეს შემთხვევაში თუ არ არსებობს არც ელექტრონული, არც წიგნი, არც კონსპექტი, მაშინ ლექტორი თვითონ მიმზადებს კონსპექტს და ის მიგზავნის და როგორც ჩემთვისაა ცნობილი, უსინათლო კავშირს აქვს რაღაცა გარკვეული თანხები გამოყოფილი სპეციალურად მკითხველისთვის. ამას თუ იყენებ, თუ არის ჯერ კითხავ ისევ, რა თქმა უნდა. თუ იყენებ. კიდევ ზარია ეთერში ბოდიშ ხიხდის დათნა. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით. მივესალმებით გასტუმრებს. მე სამახალგაზრდთან მინდა ესეთი შეკითხვა დაუსვა რა და ეს უსინათლოთა კავშირი გასაგებია 99 წელს დაფუძნდა და მანამდე იყო უსინათლოთა საზოგადოება ეხლა დამეთანხმებიან ალბათ უკვე დასული ადამიანები არიან ახალგაზრდები და დამეთანხმებიან რომ ყველა უმაღლეს ვერ დაამთავრებს ყველა სარაც არ შესაძლებლობა ან ასე თუ ისე ერთი სიტყვით უმაღლესის დამთავრება ყველას არ ძალუძს არა არსებობდა უსინათლოთა საზოგადოება რომელიც ეს საქართველოს მასშტაბით ძალიან ბევრი საწარმოებები ჰქონდა და იყო სასწავლო საწარმო წამოწყება ასეთი ისინი ჰქონდათ და დღეს კავშირმა ეს ყველაფერი გააკეთა, გაასხვისა, ახალგაზრდები კი არა, არც ერთი უსინათლოება გამათხოვებულები არიან, ვაგზალზე გადით, ნებისმიერ სკვერში თუ მიწისქვეშა გადასასვლელში ეს საცოდავი ხალხი არიან. აი ეს მომავალი ახალგაზრდების ეს მომავალი და ეხლა ჩემთვის რამდენადაც არის ცნობილი 13-ში არის საანგარიშო ყრილობა ძალიან არის საინტერესო ერთი რა ანგარიში უნდა ჩააბარონ უსინათლოებს ერთადერთი კულტურის სახლი იყო ორთაჭალაში ბევრეთის ქუჩაზე დარჩენილია 5 მილიონად გაყიდეს ეს 5 მილიონი საწავი და რატო არ მოხმარდა ამ უსინათლოებს რატო ერთი ორი ადამიანის ჯიბეში რატო მიდის აი ამაზე რატო არის ხმას თუ შეიძლება რომ მიპასუხოთ ძალიან სამწუხარო ამბები გვესმის თქვენგან მადლობა ამ ინფორმაციისთვის უბრალოდ ჩვენ დღეს სხვა თემაზე ვსაუბრობთ ცოტას და ყველაფრისთვის რა თქმა უნდა დრო არ გვეყოფა
და აუცილებლად ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ მოვიყვანთ კომპეტენტურ ადამიანებს და შესაბამისად ისინი გაგვცემენ ამაზე იმედი გვაქვს პასუხს. ამათთან გავაგრძელოთ შეიძლება შეკითხვა, ანუ მე გკითხე რომ უსინათლო კავშირი აფინანსებს მე როგორც ვიცი მკითხველებს და თუ იყენებს შენ ამ საშუალებას. კი, დიახ, ვიყენებ თან ამავდროულად სტიპენდიებსაც აფინანსებს წარმატებულ ვინც წარმატებით დახურავს ასე ვთქვათ სემესტრს უორმაგებს ამ თანხას და რა თქმა უნდა ამასაც და რა თანხა არის რომ გააჟღერო თუ შეიძლება წარმატებული სტუდენტებისთვის არის 100 ლარი თვეში სემესტრის განმავლობაში და მხოლოდ თუ ასე ვთქვათ 51-ზე ხურავ თუ ანუ 85-მდე თუ ხურავ მაშინ საშუალო სტუდენტისთვის არის საშუალო სტუდენტისთვის ალბათ 60-ია თუ არ ვწდები არ ზუსტად არ ვიცი მე ძალიან მინდა უკვე ბატონ ზაზასთან გადავიდე ერთი ძალიან დიდი ბოდიში რა ძალიან დიდი ბოდიში მოდი ერთ შეკითხვას დავუსვათ დათნოსთან და მე უკვე გადავიდეთ ბატონ ზაზასთან უფრო ვრცლად რა თქმა უნდა ბევრი დრო გვაქვს დანჯე დათნო ის რა მაინტერესებს შენ პრაქტიკულ სამუშაოებზე უნდა გადახვიდე ეხლა ხო დაახლოებით მესამე კურსის სტუდენტის პერიოდში იწყება პრაქტიკული სამუშაოები. შენ როგორ ფიქრობ, რა პრობლემებს წააწყდები? ან რა საჭიროებები გჭირდება შენ დღეისობით, რა არის აუცილებელი, რაც უკეთესად გაგიუმჯობესებს სწავლას? დიახ, პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ იურიდიული სფერო არ არის ისეთი, რომ ბევრი სასიარულე იყოს კონკრეტული მიმართულებების განხრით. თავარი არის ინფორმაციასთან წვდომა ჰქონდეს რომელიც იქნება ხელმისაწვდომი უსინათლოსთვის. ანუ მე ამაში იმას გულისხმობ, რომ კომპიუტერით ელექტრონული ინფორმაცია უნდა იყოს ხელმისაწვდომი და დანარჩენი ფაქტობრივად არაფერი არის ისეთი პრობლემა და გარდა ამისა, გადაადგილების კუთხით არის თვითონ ეს არა მარტო თბილისის მთლიანი სახელმწიფო. კი, მოდი დათო ამაზეც გითხარია. უნივერსიტეტში შიგნით როგორ გადაადგილდები? ან კიდევ უფრო საინტერესო არის სახლიდან უნივერსიტეტამდე და უნივერსიტეტიდან სახლამდე. ამაში თუ გთავაზობს უნივერსიტეტი ან ვინმე თქვათ რაიმე სერვისებს. ამაზე არავინ არც მოთხოვნა არ დამიყენებია, რადგან მე მცირე მიხედველი ვარ და მე თვითონაც ვახერხებ გადაადგილებას. არა მარტო უნივერსიტეტში, ფაქტობრივად ყველგან დამოუკიდებლად გადავადგილდები. ახლა მოდი გადავიდეთ ესმო შენი სურვილითაც და ჩემი სურვილითაც ბატონ ზაზასთან. ბატონი ზაზა, რა თქმა უნდა, როგორც აღნიშნეთ უკვე, უსინათლო დავიბენი მაპატეთ, თქვენი სფერო არის სპეციალურად ამ თემას ეხება, ხო? რა საკითხებს გადიხართ? აი რა პრობლემებს აწყდებით? აი რა იცით კონკრეტულად? აი ბატონ დათომ აღნიშნა კითხვასთან დაკავშირებული. თქვენ იქნებ რაიმე ისეთი კიდევ არსებობს, რაც იცით, რა თქმა უნდა, ხო? გაგვეცანით უფრო უშუალოდ თქვენი თემა, თუ შეიძლება, ბატონო. მადლობთ, მარი. მე ახლა ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში დოქტორანტი. გავლილი მაქვს თავის დროზე სტუდენტობა, რა თქმა უნდა, სანამ სტუდენტი გავხდებოდი, მოსწავლეც ვიყავი. ასევე ეს ეტაპები ჩემთვის ყველა ცნობილია. ის პრობლემებიც ცნობილია, რომელიც თითოეულ ეტაპს ახლავს. ხო და უმთავრესი პრობლემა, ბევრია პრობლემა, რა თქმა უნდა, ახლა, მაგრამ დღეს ჩვენთვის აქტუალური არის ინკლუზიის თემა და ამ ინკლუზიის თემასთან დაკავშირებით უმთავრესი პრობლემა არის სახელმძღვანელოების პრობლემა, მაინც რაზედაც დათომაც ილაპარაკა, ქალბატონი ლეილაც საუბრობდა ამის თაობაზე, თავის დროზეც იდგა ეს პრობლემა, დღესაც დგას. ადაპტირებული სახელმძღვანელოების პრობლემას გულისხმობ. მაგრამ დღეს ცოტა უკეთესად არის ვითარება, რადგან თანამედროვე ტექნიკა იძლევა იმის საშუალებას, რომ უსინათლო უფრო ნაყოფიერად იყოს და უფრო სრულფასოვნად იყოს ჩართული სასწავლო პროცესში. აი ბატონო ზაზე თუ შეიძლება ერთ კონკრეტულ კითხვას დაგისვამთ. აი როგორც დოქტორანტს თქვენ გიწევთ ალბათ ბევრი წერა, სხვადასხვა სადისერტაციო ნაშრომიც. აი ამხელა ძალიან დიდი ლიტერატურასთან გაქვთ ალბათ გიწევთ მუშაობა. იგივე თქვათ სკოლიოების გაკეთება. აი ამ ყველაფერს თავს როგორ უყრით ტექნიკურად, ამაზეც რო გითხრათ, იმიტომ რომ ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა და ჩემი აზრით უსინათლოს უფრო მეტ დროს გაცივეთ მეტ დროს არწევს, ვიდრე თქვათ მხედველს და ამ ნამდვილად მეტი დრო ჭირდება უსინათლოს ამისათვის, მაგრამ კომპიუტერული ვერსიები თუ არსებობს
ლიტერატურის, სახელმძღვანელოების, გნებავთ სამეცნიერო, გნებავთ სხვა დამხმარე ლიტერატურის, ეს უფრო აადვილებს საქმეს. აი, როდესაც კომპიუტერული ვერსიები არ არსებობს, მაშინ რთულდება საქმე, მაშინ მეტი დრო იხარჯება, მაშინ საჭირო ხდება. ამ შემთხვევაში თქვენ ვინ გიწყობთ ხელს, რომ ეს დაამუშავოთ? თუ კი ხო აღვნიშნე კომპიუტერული ვერსიების შემთხვევაში, მე თვითონ ვახერხებ. თუ არა და მაშინ კოლეგები, მეგობრები ან სხვა ვინმე თქვათ, ვინც იმ წუთში არის თავისუფალი ან შეძლებს დახმარებას ამ საკითხში. ბატონ ზაზა, როგორ შეიძლება ეს პრობლემა მოვაგვაროთ? აი თქვენ რასაც გულისხმობთ ახლა, რა არის საჭირო ამისთვის, რომ ეს პრობლემები მაქსიმალურად აღმოიფხვრას? პრობლემის მოგვარება სრულად ვერ მოხერხდა. ჯერჯერობით საკმაოდ ძნელია, მაგრამ პრობლემის მოგვარებისკენ მსვლელობა უკვე ჩვენ გვაქვს და აღვნიშნე, რომ ტექნიკური საშუალებების გაუმჯობესება იწვევს იმას, რომ უსინათლოს უფრო უადვილდება სასწავლო პროცესში ჩართვა. ეხლა გარდა იმისა, რომ მე თვითონ ვარ ამჟამად ჯერ კიდევ ხო დოქტორანტურაზე ვარ, ნუ ეხლა მიწევს გარკვეული პერიოდის შემდეგ დისერტაციის დაცვა. მუშაობ უსინათლო პროფესიულ განათლებაზე, მაგრამ ასე თუ ისე ჩახედული ვარ უსინათლო სტუდენტების, უმაღლესი განათლების სტუდენტების პრობლემებშიც და ყველა ერთად აღნიშნავს ეს არის სახელმძღვანელოები და მაგრამ გარდა ამისა იქ არის კიდევ ფიზიკური, სოციალური გარემო, ამ გარემოების ადაპტირების საკითხი, მაგრამ მე ხა ამ შემთხვევაში უფრო ყურადღებას გავამახვილებდი სახელმძღვანელოებს და მოდით აი აღნიშნოთ სახელმძღვანელოებს და თქვენ ამჟამად შეგვიძლია ერთგვარი პრეზენტაცია დავუწოდოთ ამას ჩვენს გადაცემის პირდაპირ ეთერში. თქვენ უფრო კონკრეტულად გვესაუბრეთ ამის შესახებ, თუ შეიძლება რაღაცა სპეციალური საშუალებაა იმისათვის, რომ უსინათლოს შეწყოს ხელი მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდებისთვის. მოდით კონკრეტულად გითხარით ამის შესახებ, ბატონო ზაზა. ეხლა რამდენად პრეზენტაციას დავარქმევთ, ეს არ ვიცი, მაგრამ აი, მოდი დავარქვათ იდეის პრეზენტაცია თქვენი გადაცემიდან ასე და ჩემი იდეა, მე მინდა რომ აი თუ შესაძლებლობა ეს პატარა აპარატი, ეს არის ეგრეთ წოდებული რიდერი, წამკითხველი ქართულ ენაზე, რომ ვთარგმნოთ. ამ აპარატის მეშვეობით ხდება მრავალი ინფორმაციის აკუმულირება ამ აპარატში, ეს იქნება ტექსტური ფაილები თუ ეს იქნება აუდიო ფაილები. საკმაოდ დიდ მასალაა. საკმაოდ ტევადია. და რაც შეეხება ამ აპარატის გამოყენებას, ახლა ოპერაციობა რაში მდგომარეობს. ამ აპარატის მეშვეობით ეს კომპაქტური აპარატი გახლავთ, უსინათლო სტუდენტს თუ ვისაც სჭირდება, ხელთ აქვს ყოველთვის ლიტერატურა, რომელიც მას სჭირდება. ეხლა მე მგონი თქვენ ახალგაზრდები ხართ და იცნობთ ასეთ აპარატებს, მაგრამ ჩემი აი ქალბატონმა ლეილომ აღნიშნა და მე ცოტა თქვენზე უფროსი ვარ, კი არა, საკმაოდ. ხო და ჩემ დროს ასეთი ხელშეწყობები ნაკლებად იყო. აი გაცილებით ადვილია სწავლა, როდესაც ასეთი ხელშეწყობა გვაქვს. და ეხლა როგორ არის ეს აპარატი ჩვენი ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით საკმაოდ ძვირადღირებულია. და ამის ყიდვის შესაძლებლობა ყველა სტუდენტს არ აქვს ნამდვილად. ეხლა მე უფრო დაწვრილებით ვისაუბრებ ამ აპარატის თაობაზე, საიდან მოხდა ეს ჩემს ასე ვთქვათ ხელში. სტოკჰოლმიდან ჩამოვიდა პროექტის ფარგლებში პიროვნება, რომელმაც ჩამოიტანა ეს აპარატი. ეს აპარატები გადმოგვცეს თბილისის ეროვნულ საჯარო ბიბლიოთეკას, რო ვეძახთ ახლა ეროვნული ბიბლიოთეკა. და ეს პროექტი განახორციელა, არის ასეთი არასამთავრობო ორგანიზაცია მომავალი იწყება დღეს, რომლის თავმჯდომარეც არის მარინა მამულია და მასთან ერთად ქალი, ბავშვი და სოციუმი, რომლის ხელმძღვანელიც გახლავთ, ქალბატონი ნანა შარაშიძე. აი ამ პიროვნებებმა განახორციელეს ეს პროექტი, ჩამოიტანეს ასეთი აპარატები, შვედეთიდან გვყავდა სტუმარი, მეც მონაწილეობდი, ჩართული ვარ ამ პროექტში. და მაგრამ თავარი არის ალბათ ლიტერატურის არსებობა, ხო? ანუ ეს ლიტერატურა არის გადავალ მაგაზე, სწორედ გადავალ მაგ საკითხზე. თავარი გახლავთ ზუსტად ეს და ეს აპარატი მხოლოდ მაშინ არის გამოსადეგი, როცა არსებობს ლიტერატურა. ლიტერატურა არსებობს ტექსტური სახით. ტექსტური სახით წიგნები არსებობს, შეიძლება ამ წიგნების დასკანირება, გადაყვანა შემდეგ აუდიო ფორმატში. და უკვე აუდიო ფორმატიცაც იარსებებს ეს ლიტერატურა. მე ახლა მინდა ბოდიში მარი, დიახ.
ბატონო ზაზა, არ მგონია ხა ეს ამ აპარატურის შემოტანა ისე მოხდეს, რომ სინათლეთა კავშირმა შეიძინოს და რაღაცა თვითონ სტუდენტს ანათხოს, ამის საშუალება იყოს, მაგრამ იქნება აი რომ საუბრობთ ინკლუზიურ განათლებაზე, იქნება თითოეულ მოხდეს ისე რომ უნივერსიტეტებში, სადაც ჩაირიცხებიან უსინათლო სტუდენტები, კონდეს თითოეულ მათგანს ესეთი აპარატი, სადაც იქნება სპეციალურად მათი პროგრამები ჩაწერილი. აი მაგალითად დათუნას შემთხვევაში არის იურიდიულ ფაკულტეტზე რა საჭიროებებიცაა, რა წიგნებიცაა საჭირო, ისეთი საშუალებები რომ ჩაიწეროს ამ შემთხვევაში თუ შესაძლებელი იქნება, თუ თუ შეგვიძლია რომ მოვთხოვოთ განათლების. მოდით ახლა ასე გავაგზავნოთ მსჯელობა ჩვენ. ესე იგი, ლიტერატურა გარკვეული არსებობს და ამ ლიტერატურას სჭირდება კონვერტაცია, გადმოყვანა შესაბამის ფორმატში. ეხლა მე გარდა იმისა, რომ უნივერსიტეტში ვარ, მუშაობ კულტურის ცენტრი არსებობს, უსინათლოთა კულტურის ცენტრი, რომელსაც აფინანსებს კულტურის სამინისტრო, კულტურისა და ძეგლთაღრაცობის სამინისტრო, ქალბატონი ცირა ვეფხვაძე გახლავთ დირექტორი ამ ცენტრში. ამ ცენტრში არის სხვადასხვა წრეები, ანსამბლები, გარდა ამისა არსებობს სტუდია, ხმისჩამწერი სტუდია, ცოდრა, რომელიც ამზადებს მხატვრულ ლიტერატურას აუდიო ფორმატში და ამ სტუდიას თავისუფლად შეუძლია აუდიო ფორმატში გადაიტანოს ტექსტური ლიტერატურა, ესე იგი გაახმოვანოს, წაიკითხოს სტუდიური ჩანაწერი, გააკეთდეს და შემდგომ უკვე ამისი გადმოტანა ამ აპარატში არავითარ პრობლემას აღარ წარმოადგენს. გარდა ამისა, მაგრამ ფინანსურად ბატონო ზაზა რა იქნება უფრო მარტივი, რომ თქო დასკანირებული გადაიყვანო შესაბამის ფორმატში თუ აუდიო წიგნით. თან კიდე თქო დასკანირებული როდესაც არის, იქ უკვე გვერდების მიხედვით არის მოძიება და ასე შემდეგ. მაგრამ ეხლა შევეხებით ამას. ამ აუდიო ფორმატში გადატანილ წიგნს აქვს გარკვეული აი ამ აპარატის მეშვეობით უკვე აქაც შეიძლება აბზაცების ცალკე ამონიშნა, ტექსტის манипуლირება, ვისაც აქ შეხება ის გამიგებს, სკოლიოების გაკეთება. ნუ ამისი გაკეთება არის საშუალო, მაგრამ აი როგორც წყარო რომ მიუთითოთ, ამისთვის აუცილებელი არის აი ეს დასკანირებული ფორმატი, ტექსტური ფაილების გადაყვანა აუდიო ფაილებში. ამასთან ეხლა არის პრობლემა. ინგლისური ტექსტების შემთხვევაში, თქვათ, სხვა აღარ ჩამოთვლი ენებს ტექსტების შემთხვევაში ეს ძალიან მარტივად კეთდება, ეს აპარატი აღიქვამს, მაგრამ ქართული ტექსტის შემთხვევაში, რადგან ჩვენ ქართული პროგრამა არ აქვს, ეგრეთ წოდებული ძირი პროგრამა, რასაც ქვია, ამ ქართული შრიფტის გადატანა პრობლემატურია ამ აპარატში, ამიტომ ეხლა მე არ ვიცი ეხლა ვის ამ გადაცემაშიც ვიტყვი და შემდეგაც გავაგრძელებ. ამაზე ლაპარაკს, რომ აუცილებელია ქართული შრიფტის ადაპტირება ასეთი აპარატების საჭიროების მიხედვით, ესე იგი. ეს მარტო ერთი ეს აპარატი არ არის, სხვა აპარატებიც არსებობს და რომელთანაც უფრო მისადაგებული და შესაბამისი იქნება, უნდა ვიმუშაოთ ამაზე ყველამ ერთად, თქვენ ახალგაზრდები ხართ, არიან პროგრამისტები, რომლებსაც სჭირდებათ რაღაც გარკვეული ინფორმაცია და არ უნდა იყოს ეს გადაუჭრელი პრობლემა ქართული შრიფტის სილფაინ ვარიანტის მისადაგება ამ აპარატის შესაძლებლობებთან და შემდგომ ქართული წიგნების დასკანირებაც მოხდება და გადატანა. არ არის ეს ისეთი გრძელვადიანი პროგრამა, რომ ამის განხორციელება გადადებული იყოს რაღაც 10 წლეულების განმავლობაში. ეს თავისუფლად შეიძლება მოხდეს რამდენიმე თვეში, საჭიროა ამით დაინტერესება შესაბამისი უწყებების, თქვათ, ან სპეციალისტების. გარდა ამისა, ეხლა სტუდენტს უნდა კონდეს არჩევანიც. ზოგს მართლა ურჩევნია ეს აუდიო ფაილი, ჩემმა კვლევებმა ეს დაადასტურა, უსინათლოებთან მქონდა საუბარი, ურჩევნიათ ზოგს აუდიო ფაილით, უფრო აღიქვამენ. არსებობს ასეთი ცნება, აუდიო ინტელექტის მატარებელი ადამიანები, რომლებსაც სხვისი წაკითხულიდან უფრო კარგად შეუძლიათ მასალის ათვისება, ვიდრე საკუთარი წაკითხულიდან. გაგიგიათ ალბათ ყველას, აი ხმამაღალი კითხვა ახასიათებთ ბევრს. ეს იმიტომ რომ საკუთარ ხმას უსმენენ ამ დროს და აი ასე აღიქვამენ. გარდა ამისა, ეს აპარატი კიდევ ისეთი ადამიანებისთვისაც არის ძალიან საჭირო და საინტერესო, მე ვიტყოდი, ვისაც დისლექსია, ეგრეთ წოდებული დისლექსია ახასიათებს, ეს არის შემთხვევა, როდესაც ადამიანი ხედავს, ასოებს ვერ აღიქვამს, ვერ კითხულობს, კითხვის უნარი არ აქვს უბრალოდ. ხედავს, მაგრამ ვერ კითხულობს. და ეს საკმაოდ აქტუალური თემაა დღეს. ჩვენთანაც უკვე გამოვლენილია რამოდენიმე ასეთი შემთხვევა, ადრე ამგვარად ამ დიაგნოზს ვერ სვამდნენ და სხვანაირად აღიქვამდნენ ამ ყოველივეს და
ამ აპარატის შემთხვევაში დისლექსიის მატარებელი ვინც არის ადამიანი, მისთვის პრობლემა აღარ იქნება, იმიტომ რომ მოусმენს უბრალოდ აუდიო საშუალებით. და მე ახლა ვფიქრობ ასეთი რაღაც იდეის სახით, აი ხალბატონი მარიამ მომცა უფლება, რომ პრეზენტაცია გამეკეთებინა ამ იდეის, შეიძლება კოოპერაცია შეერთება, ძალისხმევის გაერთიანება, აი კულტურის ცენტრი ვახსენე, ხალბატონი ცირავებხვაძე, იმ ორგანიზაცია, რომელმაც ჩამოიტანა ის შვედი დამხმარე ორგანიზაცია, რომელიც კიდევ სხვა ხელშეწყობებს გვპირდება ამასთან დაკავშირებით, ასევე ჩვენი განათლების სამინისტრო რაღაცნაირად მოხდეს კოოპერაცია და თანამშრომლობა ამ ორ საკითხში, ჯერ ერთი სახელმძღვანელოების აუდიო ვერსიების ჩაწერა, მერე ტექსტური ფაილების ადაპტირება, ქართული ტექსტების ადაპტირება ამ აპარატების შესაძლებლობებთან. ასეთ შემთხვევაში თქვენ უკაცრავად რო გაწყვეტინებთ, მაგრამ აი სახელმძღვანელოებზე თქვენც და ქალბატონ ლეილასაც ესეთი პრობლემები გქონდათ, რომ თქვენ დროს ძირითადად დამოკიდებულნი იყავით მოხალისეებზე, ანუ ფაქტობრივად ადამიანების კეთილნებაზე. ეს რამდენად სანდო წყაროა და საშუალება არის სწავლის, იმიტომ რომ მე პირადად გამიგიეკიდეს და მე პირადადაც შემხედრევა შემთხვევებს, როდესაც ვინაიდან ეს მოხალისეობრივად ხდება და კეთილნებაზე, დღეს არ მცალი ამას მაინც არავინ არ კითხულობს, მეგობარია იქ უნდა დაველაპარაკო რაღაცა და რამდენჯერაც კიდე გამიგია რომ ადამიანი რჩება მეცადინობის გარეშე. აი ამ პრობლემებს რამდენად აწყდებით და გადაწყდომი ხართ თქვენ ცხოვრებაში და დათოსაც თუ აქვს ამ საკითხზე რაიმე გამოცდილება რომ გაგვიზიაროთ. მოდით ახლა ასე ვთქვათ. კეთილი ხალხი ყოველთვის საჭირო იყო და იქნება მუდამ და ეს ასე ადამიანურ ურთიერთობებში. აპარატი ვერასოდეს ვერ შეცვლის მეგობარს და გვერდით მდგომს. და აპარატი და ასეთი ხელშეწყობა ტექნიკური საშუალებები ჩვენ გვაძლევს მეტ დამოუკიდებლობას და იმდენ დამოუკიდებლობასაც გვაძლევს რომ სხვებსაც ვეხმარებით. რაც შეეხება ხა ჩემ ცხოვრებას და ჩემს ამ ასე ვთქვათ სწავლა განათლების ასე პრაქტიკას, რა თქმა უნდა მეც მქონია ესეთი შემთხვევები, როდესაც მეგობრები მიკითხავდნენ, რა თქმა უნდა მეც მეცადინეობდი და ვსწავლობდი ჩემი მეგობრების წრეში. მაგრამ რო გითხრათ რომ რაიმე განსაკუთრებული დაბრკოლება დამხვდა მე ცხოვრებაში იმის გამო რომ რაღაცა მეჭირდა და ვერ ვაკეთებდი, ასეთ რამეს ვერ ვიხსენებ, ეხლაც ნამდვილად ამ კუთხით არ მქონია. დღესაც უნივერსიტეტში ვარ და ამ კუთხით არ მქონია, თორე რომ მქონდეს არ დავმალავდი. უბრალოდ მე ეხლაც ვხედავ დამოკიდებულებას განსაკუთრებულად გამორჩეულს, რომ აი ცდილობს განსაკუთრებულად ხელშეწყობას ყველა, მაგრამ მე ვამბობ, რომ არც ეს განსაკუთრებული ხელშეწყობა არ მჭირდება, მიმიღეთ ისეთი როგორიც ვარ, სხვებთან ერთად. და არ არის საჭირო, თუ თქვათ საჭიროა რაიმე, აი ზუსტად ეს ტექნიკური გაუმჯობესებები. და ამას დრო მოიტანს კიდევ უფრო მეტად და კიდევ უფრო გაადვილდება შემდგომში ჩვენი ჩართულობა სასწავლო პროცესში. იმედს ვიქონიებთ, რომ ეს პროექტი აი რაზეც წეღანს ვისაუბრეთ, აუცილებლად როგორღაც განხორციელდება, იმედს ვიქონიებთ ამისათვის, რათა უკეთესი განათლება მიიღონ უსინათლო სტუდენტებმა. ესნა მოდი მე გადმოვალ შენთან შეკითხვით. ამჟამად შენ ხარ სტუდენტი, რომელიც სწავლობს საზღვარგარეთ და მოდი გვითხარი შენ მან და ანუ რა პრობლემებს აწყდები, როგორ გაუმჯობესებულია თუ არა სწავლება მან საქართველოსთან შედარებით. მე ვინაიდან ვარ მაინც საერთაშორისო სტუდენტი და ჩემი მიმართ ამის გამო მოპყრობა კიდე ცოტა განსხვავებულია ვიდრე ადგილობრივი სტუდენტების მიმართ. პირველ რიგში იმას რომ ამ შემთხვევაში მე დამიქირავეს პერსონალური ასისტენტები, რომლებიც მეხმარებიან თუ მე თვითონ ვერ ვიძიებ რაღაც ინფორმაციას, რაღაც სტატიებს, თუმცა სტატიების უმრავლესობა მე რაც მჭირდებოდა ხა გამოცდების ჩასაბარებლად მაგალითად ან თქვათ საწერი დავალების მოსამზადებლად ხო გინდათ რუმინეთში და გინდ გერმანიაში მე ვუსმენდი ანუ არის ელექტრონულ ფორმატში ხელმისაწვდომი ეხლა ისეთი წიგნები რომლებიც არ არის ხელმისაწვდომი იმას მაშინ არ მარჩევინებდნენ და მარჩევინებენ ისეთ ლიტერატურას და მაძლევენ უფლებას რომ გამოვიყენო რომელიც არის აი PDF-ის ან Word-ის ფორმატში ხელმისაწვდომი ნუ ინგლისურ ენასთან უფრო მარტივია რა თქმა უნდა ყოველთვის ამის გამო და ამის გამო კიდევ უნდა თქვა რომ მე არ ვიცი რა
ხდება ადგილობრივ სტუდენტებში, ხო, უსინათლო ადგილობრივ სტუდენტებში. უბრალოდ მე ვიცი, მე გამიგია, რომ აქაც ანალოგიურად ბევრს უკითხავენ ნათესავები, მშობლები, იმიტომ რომ ეს კონკრეტული უნივერსიტეტი, სადაც ვსწავლობ, როგორც ჩანს ადგილობრივ სტუდენტებს ისეთ მხარდაჭერას არ აძლევს თუნდაც პერსონალური ასისტენტის თუ წამკითხველის თუ ასე შემდეგ ფორმატით. მაგრამ თბილისში, ხო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩვენმა იურიდიულმა ფაკულტეტმა უზრუნველყო, რომ ბიბლიოთეკის თანამშრომლები ინაწილებენ ჩემთვის წასაკითხი მასალის წაკითხვის ვალდებულებას და დროები გვაქვს გაწერილი და თქვათ, როდესაც მე ლექცია სემინარები არ მიწევს იმ პერიოდებში მივდივარ იქ და მიკითხავ. ეს არის მათი სამუშაო განრიგის ნაწილი, მათი ესე ვთქვათ მოვალეობის ნაწილი და ეს ყველაფერი ხდება ესე ვთქვათ ინსტიტუციურ დონეზე. და პირადად მე როგორც შემოპირმა და პირი ვისურვებდი, რომ აი ესე და ამ სტილში გადაწყდეს, უფრო ინსტიტუციურად, ვიდრე ინდივიდუალურად, ვთქვათ, ვიღაცის შეთანხმებებით და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, ტექნოლოგიების განვითარებასაც ხელი თუ შეეწყობა, კიდევ უკეთესი იქნება, იმიტომ რომ პერსონალური ასისტენტი უფრო მაინც სხვაზე ხარ დამოკიდებული. არ შეგიძლია მაგალითად დასვენების დღეებში მოემზადო, წაეკითხო და ასე შემდეგ. მე დიქტოფონიც მაქვს და თქვათ წინ წაკითხოს ვიწერ ხშირად და შემდეგ გამოცდების წინ ვიმეორ. შეიძლება ერთი ჩავერთვები ერთი სიტყვით. აი, ეგ ინსტიტუციური მომენტი ახლა არის პროფესიულ განათლებაში. უსინათლო პროფესიულ განათლებაში, აი ზუსტად ინსტიტუციურად არის მიდგომა, ასისტენტები არის სხვადასხვა ხელშეწყობები ტექნიკურიც. მაგრამ რო ვთქვათ, რომ ახლა პროცესი დახვეწილია და უკვე გამართულია და მეტი ხელი შევლება აღარ ჭირდება, ამას ვერ ვიტყვით. მაგრამ როგორც ასეთი ვითარდება ეს პროცესი და მე იმედი მაქვს, ახლა ზუსტად ინსტიტუციურ დონეზე იქნება, მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, უმაღლეს სასწავლებელს უსინათლო და ინკლუზიის თემაც აქტუალური ხდება უკვე ჩვენთან და ნელ-ნელა აქეთ უნდა წავიდეთ, მაგრამ მე ერთ რამეს ვიტყოდი ამასთან დაკავშირებით, სწორედ ასეთ ახალგაზრდებს უნდა კითხონ პირველ რიგში, როგორც არის დათო, ესმა, თუ რა საჭიროებებია გადაწყვეტილების მიმღებმა, უწყებებმა და ორგანოებმა, უნდა შეეკითხონ იმ ხალხს, ვისთვისაც კეთება ეს საქმე. და არ უნდა იყოს გადაწყვეტილებების მიღების დროს რაღაცა თვითმიზანი, რომ რამე გავაკეთოთ და ამით დავასრულოთ. ამაში თანხები იხარჯება და ეფექტი ნაკლებია. იცით რა გამოდის? არ ეკითხებიან და თანხები იხარჯება, ეს პროექტი არ გამოდის შესაბამისი, მე ხელახლა ჭირდება ამ პროექტის გაკეთება, რომ უკეთესი მდგომარეობამდე მივახციოთ და უაზროდ იხარჯება თანხები. ხო, ესე გამოდის. იცით რა, მოდით მე ძალიან ესეთი გამომივა, მაგრამ ქალბატონ ლილასთან გადავალ ესეთი შეკითხვით. ლელმას რა აი წინა გადაცემის თემას დაუკავშირდები. თქვენ როგორ ფიქრობთ? ეხლანდელი მდგომარეობის მიხედვით, მომავალი თაობები რა დონეზე იქნებიან? ექნება თუ არა ესეთი მომენტი, აი მაგალითად ინკლუზიურ განათლებაზე ვლაპარაკობ და სპეციალურად გადიან ჩვენი სკოლის პედაგოგები სხვადასხვა სკოლებში, საჯარო სკოლებში რაღაცა ტრენინგებს ატარებენ, რომ ინკლუზიური განათლება უფრო განვითარდეს, რაღაც მოსწავლეებთან ურთიერთობებს ასწავლიან და სხვადასხვა რაღაცებს. თქვენ როგორ ფიქრობთ? ეს დღესდღეობით გამართლებულია, გაამართლებს. თვითონ თუ არიან ის პედაგოგები ამისთვის მზად. ან აი მაგალითად მე მქონდა შემთხვევა, წინა გადაცემა ძალიან ავღელდი და რა ბოდიშ ვიხდი ამისთვის. წინა გადაცემას რო ვამზადებდით, მე ვიყავი სპეციალურ სკოლაში მისული და შემთხვევით წავესწარი ღონისძიებას. ესეთი ღონისძიება იყო პირველი კლასიდან მეოთხე კლასამდე სპეციალური რაღაცა ქართული დამწერლობა როგორც შეიქმნა და ისტორიული რაღაც თქვენც ესწრებოდით მე როგორც მახსოვს ამ ღონისძიებას. და მე როგორც წავაწყდი იმ სიტუაციაში, არ მინდა რომ ვთქვა, მაგრამ ფაქტიც მაქვს და შემიძლია ეს ვიდეოს საშუალებითაც კი დავამოწმო. იმ მასწავლებლებს, აი ვინც კი საჯარო სკოლებში გადიან ტრენინგებს და რაღაცებს. ქონდათ ესეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ არ თხოვენ მაქსიმალურს უსინათლო მოსწავლეებს. ამჟამად იმ სკოლაშივე არ თხოვენ მაქსიმალურს. და რა იყო, იცით რომ თითოეული მოსწავლე თუ რაღაცას თავს ვერ გართმევდა, ფაქტი იყო ესეთი ფაქტი და ძალიან ავღელდი ამასთან დაკავშირებით. სპეციალურად იყვნენ მხედველი მოსწავლეები, იქ ზურგს უკან იდგნენ და დრამე თუ შეეშლებოდათ უსინათლო მოსწავლეებს, ისინი ეხმარებოდნენ. თქვენ როგორ ფიქრობთ, სწორია ეს მეთოდი? ან ის
პედაგოგები რომ კიდევ ერთხელ აღვნიშნან, რომლებიც საჯარო სკოლებში გადიან, ასწავლიან პედაგოგებს ტრენინგებს უტარებენ, ამ მეთოდს მიმართავენ და თქვენ როგორ ფიქრობთ, გაამართლებს ამ შემთხვევაში ინკლუზიური განათლება? აუცილებელია, თუნდაც სკოლას რო დაამთავრებ და უმაღლეს სასწავლებელში სწავლობ, მხედველ მეგობრებთან ერთად, ეს უკვე ინკლუზიაა. მე ასე მგონია. ხო მართალია. აი ადრე ჩვენთან სკოლაში სწავლობდნენ არა მარტო უსინათლოები, არამედ ნარჩენი მხედველობის მქონე მოსწავლეები. და სწავლობდნენ იცით ვინ? სწავლობდა ის, ვისაც მხოლოდ თვალის ჩინი აკლდა, ჩემოკარგებოდა. აი შენ მარიამ სწორედ შენიშნე ის, რაშია საქმე, იცით? ახლანდელ ჩვენს სამწუხაროდ ჩვენს სკოლაში არიან არა მხოლოდ თვალის შინ წართმეული მოსწავლეები, არამედ აქვთ მეორადი პათოლოგიური გადახრაც. ამიტომ საკმაოდ რთულია მათთან მუშაობა და მე ვისარგებლებ თქვენი ეთერით, რომ სასურველია, რა თქმა უნდა, არჩევანი უნდა დაუტოვოთ მშობლებს, მაგრამ სასურველია, რომ აი ეს დაწყებითი განათლება მაინც მიიღონ ჩვენს სკოლაში, 202 საჯარო სკოლაში, იმიტომ რომ აქ ბევრად უფრო კვალიფიცირებული, ბევრად უფრო მომზადებული პედაგოგები არიან და მათ ნაკლებად გაუჭირდებათ ძრობიან მშობლებმა მოიყვანონ ჩვენთან ეს მოსწავლეები, რომ შემდეგ მიიღონ სრულფასოვანი ადამიანები. ნამდვილად მასობრივ სკოლებში არიან ამჟამად უსინათლოები, საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის ამისთვის მზად, იცით? და საკმაოდ უჭირთ კიდეც. აი ჩვენ ყავდა ერთი მოსწავლე ჯონი მაჭარაშვილი. არაჩვეულებრივი მართლა ტალანტი იყო ეს ბავშვი და მეხუთე კლასიდან წაიყვანეს. და ამჟამად მე მგონი ბათუმის უნივერსიტეტიც დაამთავრა რაღაც, მაგრამ არ ჩანს იცით? თუ დავაკმაყოფილე თქვენი კითხვა არ ვიცი. ან გასაგებია მივხვდეთ თქვენი მე გავატნე ლელა ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა აუცილებლად დაუბრუნდა ეს სკოლის თქვენ დროს როგორ არჩევდით პროფესიას? აი თქვენ ყოფილ კურსდამთავრებულებთან თუ გქონიათ შეხება ასთან გაცვლა გამოცვლა, რადა ინფორმაცია მოდიოდა საერთოდ სკოლაში, უნივერსიტეტში რა ხდებოდა და რა სულისკვეთება იმოდა? თუ შეიძლება ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, მე წეღანაც ვახსენე, ჩვენი წინამორბედები, რომლებიც სწავლობდნენ უნივერსიტეტში, აგერ აცგანსონებული პოეტი ვახტანგ ძნელაძე მოდიოდა ჩვენთან. ჩვენი პედაგოგები, რომლებიც ჩვენ გვასწავლდნენ, მათ ჰქონდათ უნივერსიტეტი დამთავრებული და ამის მიხედვით ვირჩევდით ჩვენ პროფესიას. ანუ გეხმარებოდნენ ეს? რა თქმა უნდა, გვეხმარებოდნენ ყოველ მხრივ, არა მხოლოდ ცოდნის მიღებაში, არამედ იმისათვის, რომ ჩვენ სკოლა დამთავრებულებს გვქონოდა რაღაც მიზანი. ჩვენი გადაცემის თემა სამწუხაროდ იწურება, მაგრამ სანამ გადაცემას დავამთავრებთ, 2-20 სიტყვით დათნო გითხარი, გუშინდელი ღონისძიების შესახებ თუ შეიძლება უფრო რაღაც სინათლოთა მიერ ხელმოწერას და ტექსტის გაცნობას. სპეციალურად მინდოდა რომ თვითონ ითქვა დათნო, მაგრამ არა, თუ შეიძლება გითხარი. 2-20 სიტყვით მინდა რომ შევიწევ. პირველ რიგში რეპლიკას გავაკეთებ იმისას, რომ მეც გამოვეხმაურები, თუ ინკლუზიური განათლება რამდენად მნიშვნელოვანია და პლუს მე ეს ჩემი სუბიექტური აზრია, მირჩევნია დამოუკიდებლობა, ანუ მქონდეს ხელმისაწვდომი ინფორმაცია და ნაკლები პერსონალური ასისტენტები. ეს არის ჩემი სუბიექტური არჩევანი. ხოლო რაც შეეხება გუშინ 2 დღის წინ გამართულ შეხვედრას, ეს განიმართა საქართველოს პარლამენტში, სადაც შევხვდით ორმხრივი შეხვედრა იყო, როგორც უსინათლო ადამიანები და მცირემხედველები, ასევე იყო პარლამენტარები. ქალბატონ მარიამ ჯაშთან და რადიო ნათანიშვილთან ერთად განვიხილეთ თუ რამდენად დიდი პრობლემაა უსინათლო ადამიანისთვის ხელმოწერა, რადგან მან არ იცის ბრტყელი შრიფტით ხელმოწერა და ასევე მას არ შეუძლია გაიცნოს დამოუკიდებლად ბრტყელი შრიფტით დოკუმენტს, ხოლო მას ამისთვის სჭირდება დამხმარე ასისტენტი თუ მოწმე და ასევე უამრავი დიდი ბიუროკრატია, როგორც ნოტარიუსთან 3 მოწმე, რაც ფაქტობრივად ყოველთვის შეუძლებელია 3 მოწმის ანუ გადაწყვეტილება რა მიიღეთ, იმიტომ რომ ძალიან ერთი წუთი დაგვრჩა სულ დრო და ამიტომ თუ შეიძლება გადავწყვეტეთ რომ ეს სამუშაო შეხვედრა შედგა და ასე ვთქვათ, მუშავდება თუ როგორ უნდა გადაწყდეს
ეს პრობლემა და ვარიანტები განიხილეთ. ეს ვფიქრობთ რომ ანუ იდეის დონეზე აუდიო ვიდეო გაცნობის შემდეგ უსინათლო ადამიანი ზეპირად განაცხადებს სრულყოფილ თანხმობას, ანუ იურიდიულად გამართული რომ იყოს და შემდეგ ამ თანხმობას მიენიჭება იურიდიული ძალა. ანუ მოусმენთ ტექსტს და ასევე აუდიო ზეპირად განაცხადებს თანხმობას და ისიც ასევე ჩაიწერება ვიდეოზე. დიახ, ანუ როგორც დოკუმენტის წაკითხვის დროს ორმხრივი ანუ გამცნობის და მიმღების გადაღება მოხდება, ასევე მიმღების თანხმობაც ჩაიწერება აუდიო ვიდეო ფაილზე. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს მობრძანებისთვის, უღრმესი მადლობა თქვენ ამ თემაზე საუბრისთვის. დღევანდელი ობიექტივის პირდაპირ ეთერში იყო გადაცემა ახალგაზრდული სული კი ზუსტად 2 კვირაში დაგვრუნდებათ პირდაპირ ეთერში. მომავალ შეხვედრამდე.